1 ივნისს საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესია აღნიშნავს პირველი მსოფლიოს საეკლესიო კრების წმინდა მამათა კვირას. ეკლესია დღეს მოიხსენიებს წმინდა მოციქულთა სწორს ქართველთა განმანათლებელს ქალწულ ნინოს, წმინდა მოციქულთა სწორებს მეფე მირიანსა და დედოფალ ნანას. დღესასწაულთან დაკავშირებით ყოლაწმინდა ღვთისმშობლის მიძინების სახელობის სიონის საპატრიარქო ტაძარში საზეიმო წირვა აღევლინა. სადღესასწაულო წირვა საპატრიარქო ტახტის მოსაყდრამ სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შეომაღავლინა. თანამსახურებდნენ მარგვეთისა და უბისის ეპისკოპოსი მელქისედეკი, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის პროტოპრესვიტერი გიორგი ზვიადაძე და სხვა სასულიერო პირები. ღვთისმსახურების დასრულების შემდეგ მიტროპოლიტმა შიომ მრევლი დალოცა და ქადაგებით მიმართა. მღვდელმთავარმა ტაძარში შეკრებილებს სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის ლოცვა კურთხევა გადასცა. მეუფე შიომ დღევანდელ ქადაგებაში დღესასწაულის მნიშვნელობაზე ისაუბრა. სახელითა მამისათა და ძისათა და სული საწმინდისათა, ყოვლადსამდელო მეუფეო, პატიოსანო, მამანო, ძმანო და დანო, გილოცავთ დღევანდელ დღესასწაულს. დღეს არის ნინოობა და დღევანდელ დღეს დაემთხვა პირველი მსოფლიო კრების წმინდა მამების კვირა. აი ამასთან დაკავშირებით, ამ კვირა დღესთან დაკავშირებით საკითხული იყო სახარებიდან მონაკვეთი, საიდანაც ჩვენ ვიგებთ, რომ მას შემდეგ რაც უფალმა იესო ქრისტემ უკანასკნელად ესაუბრა თავის მოციქულებს საიდუმლო სერობის შემდეგ, მან ლოცვით მიმართა მამას ეციერს და ამ ლოცვაში განსაკუთრებით კარგად ჩანს მამა ღმერთის და ძე ღმერთის ერთობა. უფალი სთხოვს მას მორწმუნეთათვის და ამბობს, რომ იყვნენ ესენი ერთ, როგორც მამა ღმერთი და ძე ღმერთი ერთ არიან. და ასევე ამბობს ასეთ სიტყვებს, რომ ყოველივე ჩემი შენი არს და შენი ჩემი არს. აი საოცარი სიტყვებია ეს, არც ერთ ადამიანს, არც ერთ რელიგიას არ უხადაგია ასეთი ერთობა ღმერთსა და ადამიანს შორის. ღმერთი გახდა ადამიანი იმისთვის, რომ ადამიანიც გახდეს მადლით ღმერთი. ეს ნიშნავს, რომ ყველაფერი, რაც აქვს ღმერთს, მადლით კონდეს ადამიანსაც. ეს საოცარი და განსაკუთრებული ერთობა, ძვირფასო ძმებო და დებო, ხორციელდება მაშინ, როდესაც ჩვენ ერთი ბარძიმიდან ვეზიარებით. აი ყოველთვის, როდესაც ჩვენ ქრისტეს წმინდა სისხლსა და ხორცს ვეზიარებით, ხორციელდება და ახლდება ეს ერთობა ჩვენი ღმერთთან და ერთმანეთთან. ეს არის ერთობა ქრისტეში, მის სხეულში, რომელიც სიტყვისაებრ პავლე მოციქულისა არის ეკლესია და რომლის თავიც არის თვით უფალი იესო ქრისტე. აი ამ საოცარ ლოცვაში უფალი იესო ქრისტე კიდევ განმარტავს იმას, თუ რა არის საუკუნო სიცოცხლე. და ამბობს, რომ საუკუნო სიცოცხლე არის, რათა გიცნობდნენ შენ, ანუ მამა ღმერთს ეუბნება და იმას, ვინც მოავლინე იესო ქრისტეს. ესე იგი საუკუნო სიცოცხლე ყოფილა არა მხოლოდ ერთი ღმერთის შეცნობა და რწმენა, არამედ იესო ქრისტეს რწმენაც. თორემ ერთი ღმერთი იმათაც წამდათ, ვინც ითხოვდა მის ჯვარცმას და სიკვდილს.
და ვინც ეს საშინელი ცოდვა ჩაიდინეს. და დღესაც არიან მრავლად ადამიანები, რომლებიც აცხადებდნენ, რომ სწამთ ერთი ღმერთი, მაგრამ ისინი უარყოფენ მისგან კაცობრიობის გამოხსნისთვის მოვლენილ ძეღმერთს და ათასგვარ უბედურებას ჩადიან. აი ეს სახარება ძვირფასო ძმებო და დებო არ იყო შემთხვევით წაკითხული დღევანდელ წირვაზე, რადგან დღეს არის ხსენება პირველი მსოფლიო კრების წმინდა მამების, რომლებიც წინ აღუდგნენ არიოზის მწვალებლობას, რომელიც აკნინებდა იესო ქრისტეს როგორც ღმერთს და ამბობდა, რომ ის არის ქმნილება. ამიტომ ეს წმინდა მამები წინ აღუდგნენ მას, დაგმეს ეს სწავლება და გამოთქვეს ჭეშმარიტება, რომ იესო ქრისტე არ არის ქმნილება, არც მხოლოდ წინასწარმეტყველი, არც რომელიმე ზნეობის მასწავლებელი, არამედ არის მხოლოდ შობილი ძე ღვთისა, განკაცებული ღმერთი და მაცხოვარი სოფლისა. და აი ამ რწმენას აღიარებს წმინდა ეკლესია იმ დროიდან მოყოლებული, როდესაც უფალმა იესო ქრისტემ უბრძანა თავის მოციქულებს წასულიყვნენ საქადაგებლად და მოენათლათ სახელითა მამისათა და ძისათა და სულისაწმინდისათა. იმ დროიდან მოყოლებული, როდესაც პავლე მოციქულმა განაცხადა, რომ იესო ქრისტე არის ძე ღვთისა და მაცხოვარი სოფლისა და იმ დროიდან მოყოლებული, როდესაც პირველი მსოფლიო კრების წმინდა მამებმა დაამტკიცეს ეს ჭეშმარიტება და განმარტეს პირველ მსოფლიო კრებაზე. და დღეს ჩვენ მადლობთ უფალს და ვხარობთ, რომ მოგვიყვანა მის წმინდა ეკლესიაში, რომ ვეზიაროთ ამ რწმენას და საზრდოობდეთ იმ მარადიული სიცოცხლის წყაროსგან, რომელზეც საუბრობს უფალი იესო ქრისტე თავის სამეუფეო ლოცვაში. ამიტომ ძვირფასო ძმებო და დებო, ჩვენ გვმართებს განსაკუთრებული მოწიწება და მადლიერება იმ დიდებული ადამიანების მიმართ, ვინც გამოთქვა და განაცხადა ეს ჭეშმარიტება და ვინც ჩვენამდე მოიტანა და ჩვენ გადმოგცა ის. ესენი არიან, ვიმეორებ, პირველი მსოფლიო კრების წმინდა მამები და ეს არის წმინდა მოციქულთა სწორი ქართველთა განმანათლებელი ქალწული ნინო, რომელმაც ეს რწმენა ჩვენთან მოიტანა და იქადაგა. კიდევ ერთხელ გილოცავთ დღევანდელ დიდებულ დღესასწაულს, გადმოგცემთ სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქ ილია მეორის ლოცვა-კურთხევას და დღეს, როდესაც ჩვენ ვიხსენიებთ და ვადიდებთ ამ დიდ მოღვაწეებს და წმინდა ნინოსთან ერთად დღეს არის ასევე ხსენება მოციქულთა სწორთა მეფე მირიანის და დედოფალ ნანასი. ვევედროთ უფალს, რომ მათი ლოცვით შევძლოთ აი ამ წმინდა და საღვთო რწმენის მართლმადიდებელი სარწმუნოების შენახვა და ღირსი გამختარიყავით ამ რწმენით სასურველი და მარადიული და ნეტარი ცხოვრების მიღწევის მადლითა და კაცმოყვარებითა უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესითა, რომელსაც ჩვენის ყოველი დიდება, პატივი და თაყვანისცემა თანა მამით და სული წმინდითურთ აც და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ. ჩვენთან არს ღმერთი. სიონის საპატრიარქო ტაძარში გამოგზავნებული იყო წმინდა ნინოს ჯვარი და მრევლს სიწმინდის მოლოცვის შესაძლებლობა მიეცა. ტაძარში შეკრებილები სრულიად საქართველოს დღესასწაულს ულოცავდნენ. ძალიან დიდი დღეა, უპირველეს ყოვლისა მოგეხსენებათ, რომ ჩვენთან პირველ საუკუნეში იქადაგა მოციქულება და შემდგომ მეოთხე საუკუნეში წმინდა ნინო შემოგზავნდა მოციქულთა სწორი, რომლის მოღვაწეობის შედეგადაც ქრისტიანობა სახელმწიფო რელიგიად გამოცხადდა ჩვენს ქვეყანაში და ამის შემდგომ ქრისტიანობამ განსაზღვრა მთლიანად ჩვენი კულტურა, ხელოვნება და ჩვენი თვითყოფადობა. წმინდა ნინოს ჯვარი, რომლითაც ის შემოგზავნდა, მოგეხსენებათ, სიონის საპატრიარქო ტაძარშია, დღეს ის გამოგზავნებულია და მორწმუნე საზოგადოებას აქვს შესაძლებლობა, რომ მიემთხიოს ამ დიდ სიწმინდეს. წმინდა ნინოს ლოცვით ღმერთმა დაიცვას და დაიფაროს ჩვენი ქვეყანა. სრულიად საქართველოს, ქართველ ერს
სრულიად საქრისტიანოს გილოცავთ ამ დღესასწაულს, შეგეწიოთ წმინდა ნინოს მადლი, დაალოცოს ჩვენი ქვეყანა და სიმშვიდე, სიყვარული ჩვენ ერთს უწყალობოს. გილოცავთ დღევანდელ დღეს, გისურვებთ წმინდა ნინო იყოს თქვენი მფარველი ყველასი. პირველ რიგში მილოცავ უწმინდეს, იმიტომ რომ უწმინდესი არის ჩვენი მარიამის ნათლია, ღმერთმა დიდხანს აცოცხლოს და სრულიად საქართველოს გილოცავთ ნინოობას. ჩვენი ნიკოლოზი პატრიარქის ნათლული არის, დღეს ეზიარა და მადლობა უფალს დღევანდელი დღისთვის. ყველაფრისთვის და ფარავდეს წმინდა ნინო მთელ საქართველოს. უწმინდესაც ულოცავ დღევანდელ დღეს, ღმერთმა დიდხანს გვიცოცხლოს, ჯანმრთელად გვიმყოფოს და წმინდა ნინო იყოს მესი მფარველი. გილოცავთ წმინდა ნინოს საქართველოში შემოსვლის დღეს, განსაკუთრებით ვილოცავ სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქ უწმინდესა და უნეტარეს ილია მეორეს. ვუსურვებ მას ჯანმრთელობას და დღეგრძელობას. ასევე ვილოცავ პატრიარქის ტახტის მოსაყდრეს მეუფე შიოს და სრულიად საქართველოს. შეგახსენებთ, რომ ქართველთა განმანათლებლისა და მოციქულთა სწორის წმინდა ნინოს ხსენების დღეს საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესია წელიწადში ორჯერ აღნიშნავს. 1 ივნისს წმინდა ნინოს საქართველოში შემობრძანების დღეს და 27 იანვარს წმინდანის აღსრულების დღეს.